12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მედიისთვის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ორგანიზაციათა კოალიციამ წარადგინა ხედო თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 რეკომენდაცია. მათი თქმით, წარმოდგენილი გეგმა ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ეყრდნობა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის კვლევებსა და ანგარიშებს. კოალიციის განმარტებით ისინი გააგრძელებენ პროცესზე მონიტორინგს და შეეცდებიან ხელი შეუწყონ რეფორმების პროცესის გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას. Ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ უშუალოდ რას მოითხოვს ევროკავშირი და ჩვენ როგორ ვხედავთ, როგორ უნდა შესრულდეს ეს ყველაფერი ეფექტურად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხედვა საინტერესო უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც, ოპოზიციისთვისაც, ამიტომ ჩვენ მზათა ვართ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციიდან იმ პარტიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირში გაწევრებით და პრეზიდენტთან აუცილებლად. წინა საარჩევნო პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ ვიხილოთ ისეთი პრობლემები, რაც გასულ წლებში გვინახავს, მაგალითად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა ზეწოლა ან დაშინების ფაქტები. მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების დღეს ახალი ტექნოლოგიებით, როგორ წარიმართება პროცედურები და საზოგადოების ინფორმირება ამ ნაწილში და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ არსებული დისკრედიტაციული კამპანიები, რომელიც ეხლა მიმდინარეობს და ამაზეც იყო არაერთი დასკვნა, მათ შორის ძალიან კაფეოდ ხაზგასმული NDI-ის ანგარიში. ყველაზე მთავარი და საკვანძო საკითხი, რომელიც ახალია საქართველოსთვის, ეს გახლავთ კეთილს ინდისიერების შემოწმება მაღალი თანამდებობის მქონე მოსამართლეების და ხაზს უსვამ არა ყველა მოსამართლის. დღეისათვის საქართველოში არის დაახლოებით 340 მოსამართლე, მაგრამ აქ საუბარი არის სასამართლოს თავმჯდომარეების, ეს არის დაახლოებით 26, უზენაეს სასამართლოს წევრების, ეს არის დაახლოებით ამჟამად ყოველ შემთხვევაში არის 27 მოსამართლე, თუმცა უვადო დანიშნული ჯერჯერობით ყველა არ არის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, ეს არის 15 ადამიანი, მათი კეთილსინდისიერება. ანუ ეს არ ეხება დიდ მასშტაბებს, მაგრამ ეხება საკვანძო ფიგურებს.